კიდევ ერთხელ მოერიო თავს მე გაძლევთვის რომ სიყვარული კინოს აღარ გავს იცი ყოველთვის და ყველგან ვატარებ დიდს მე მოგცემ ძალას მოერიო დაჟანგებულ ფრთებს ხომ ხედავ შენი გაბზარული გული შენიცი სიყვარული აზრი აღარ ავსლებს მითხარი რომ ეს განცდა ანარქიას აღარ გავს მე აღარ წავალ ისევ მოგაბეზრებ თავს მე ძველ ფოტოებს ჩემი გულის ცეცხლზე ვწვავ მე შენი ფრთების გარდა აღარაფრის აღარ მწამს ამდენი ხანი ვამბობ რასაც არ ანდობენ სხვას მე უკვე აქარ აღარ გადმოვსურავს სხვას მე აღარ გადმოვსურავს სხვას აღარ გადმოვსურავს სხვას ჩვენს დაშორებას როგორც სიკვდილს გული ვერ იტევს დადალეანძა როგორც შვარი საფლავს დაადგეს დრო იტყვის ყველაფერს რასაც ვერ მოასწრებ რომ თქვა თქვენ იზამ ყველაფერს რასაც ვერ მოასწრებ რომ თნა და ჩვენგან დაღმეტილ დარჩენილ 1000 ტონ ბავშვები ნახავენ თუ ოდეს მე მოვიგებ თონს ჩვენ მოვიგებ თონს we get close. ზაქარიაძე ბათუმიდან. ძალიან დიდი მადლობა ასევე back vocals. ბადრი დოლბაია, ომარ ბურდული, მიშა იაკობიძე. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. მე არ ყოველი გამოსვლის დროს ძალიან მიჭირს ემოციებთან გამკლავება მე პირადად. არ მიკვირს გვანცა და მოდი გადავიდეთ ბარემ ჟიურის დაუგროვ და დარწმუნებული ვარ სათქმელი ქალბატონო ნინო გისმენთ ქათემაძე ამ შემთხვევაში. ძალიან აუცილებლად მინდა აღნიშნო ერთი მთავარი რამ, რომ სიყვარული მუსიკისადმი და ხელოვნებისადმი არის ის ძალა, რაც შენ აუთსაიდერობიდან აქამდე მოგიყვანა.
ამ ბრძოლამ და მთავარი გაოცებული ვარ ამ ასაკში ჯერ როგორი ერთგული ხარ იმ სიმღერისადმი იმ ერთი სიმღერისადმი როცა შენ იწყებ და როგორ ბოლომდე ხარ მასთან და გაოცებული ვარ იმ დრამატურგიით რაც შენ ასე ბუნებრივად გამოგდის ისე რომ არ ფიქრობ ეს არის სიყვარული შენი უზარმაზარი სიყვარული მუსიკისადმი და მე მიხარია რომ მე შენ გიპოვე ამ პროექტში საქართველოს ვარსკვლავში დიდი მადლობა ალბათანა ნინო მე დიახ ჩვენც მაგ დღეში ვართ ალბათანა ნინო გაიღვიძე ლუკა პირველი დღიდან კონკურსის აი მაშინ როდესაც ჩვენ თან გიპოვეთ და თან ვითომ ვერ გიპოვეთ იმიტომ რომ აუთსაიდერი იყავი პირველ კონცერტზე აი დღიდან მოყოლებული ყველა კონცერტზე შენ ხარ რაღაცა ყველაზე სასტიკ საკეპ მანქანაში გატარებული კონკურსანტი იმიტომ რომ ყველანაირი ექსპერიმენტი ჩაატარეს შენზე ამ კონკურსის განმავლობაში და ყველა ექსპერიმენტი და შენ ძალიან ღირსეულად გამოხვედი დღესაც იყო უსაშიშესი ექსპერიმენტი გინდა სტინგი და გინდა ირაკლი ჩარკვიანის ეს სიმღერა, იმიტომ რომ ჩარკვიანის სიმღერასაც შეეხება ამდენი ხანი რეჩიტატივი სცენაზე მომღერალმა ისე წარმოთქვას, რომ დაიჭიროს დარბაზი, ეს შეეძლო ირაკლის. აღმოჩნდა რომ შეგიძლია შენც. მე მინდა რომ ორ რაღაცას ვიტყვი. ერთი რაღაცა მინდა ვთქვა, რომ მე ამოვიკითხე, მე ძალიან მაღალი აქტიურობაა საქართველოს ვარსკვლავის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე და მიუხედავად იმისა, რომ მე არ მაქვს ჩემი აკაუნტი და არ ვარ Facebook-ის მომხმარებელი, ყოველდღიურად თვალს ვადევნებ ამ გვერდს და შენი ერთ-ერთი ფოტოს ქვეშ იყო ასეთი კომენტარი, რომელიც მე ზუსტად ჩემს სათქმელს გადმოცემდა. ერთი გოგო წერდა, რომ ლუკა როცა სცენაზე გამოდის, მე მას სულ ვენდობი. იგივე სხვა მინდა მეც. მე შენ სულ გენდობი, როდესაც შენ სცენაზე გამოდიხარ და ეს მომღერლისთვის მე მგონი ძალიან დიდი. და ბოლოს მე ლუკაზე ყოველთვის ცოტას ვლაპარაკობ ხოლმე, იმიტომ რომ ემოციები მახრჩობს. ლუკამ სიუჟეტში თქვა, რომ თუ მაყურებელი გადაწყვიტავს, რომ მე მზათა ვარ ფინალისტვის, მაშინ გადამიყვანესო. ლუკა, მაყურებელო, ლუკა მზად არის ფინალისტვის. მზად არის. ბატონო პაატა, გისმენთ. მე რა უნდა ვთქვა, მე ლუკა შეიძლება ყველა მოგისმინა თქვენ, მაგრამ მე პირველად გისმენ, შემოსაყვარლო. იმიტომ რომ მე აქ საქართველოში შეათათა ვარ და ბედნიერება მქონდა დღეს. შენ ჩემთვის ხარ ნამდვილი აღმოჩენა დღეს. მე მინდა მოგილოცო ეს ნამდვილად აღმოჩენა. და მე რა მომეწონა ყველაზე ძალიან, გარდა იმისა, რაც აი ჟურის წევრებმა თქვეს, მე მომეწონა აი როგორი განუმეორებელიც არის, მაგალითად შორს თუნცავად ნინო კათამაძე, რომელიც გვერდში მიზის, რომელიც აქვს თავისი სახე, თავისი სტილი, თავისი მაყურებელმა შეიყვარა, ამას არავისთვის ეს არ მოუპარია, არავისგან არ უსწავლია. ეს არის დაბადებული ესეთი და ვინც ნინოს მიბაძავს, ის იქნება სასაცილო, მე თუ მკითხა და ნინო არის, აი ზუსტად შენაგაკ, აი ეგ შენი სტილი, შენი აი მაგას არ გადაუხიო, მაგით შენ ძალიან შორს წახვალ. გილოცავ, შენ ჩემთვის ნამდვილად აღმოჩენა ხარ, გაგიმო. ძალიან მიჭირს ლუკაზე ობიექტურად ვისაუბრო ზოგადად, მაგრამ თუ გახსოვთ წინა ოთხშაბათს ლუკამ კინაღამ დატოვა პროექტი. ჩემთვის მაგალითად ეს იქნებოდა, არ ვიცი, ძალიან დიდი სტრესი და თუ თქვენც ასე ფიქრობთ, რომ ეს ადამიანი იმსახურებს ფინალში ყოფნას, უნდა დაურეკოთ, უნდა გააქტიურდეთ თქვენს მაგივრად გადაწყვეტილებას ვერავინ ვერ მიიღებს და მიეცით ლუკას ეს შანსი, რომ მან იბრძოლა საქართველოს ვარსკვლავისთვის ფინალში. აბსოლუტურად გეთანხმები, გვანცათ ამ ბილაინმა მოგცა მის საშუალება, რომ დაურეკოთ და მხარი დაუჭიროთ ყველა მობილური ოპერატორის აბონენტმა, ამიტომ ნუ იქნებით პასიურები, ყველა ზარი გადაწყვეტია და ყველა ხმა უმნიშვნელოვანეს. ძალიან ხმამაღლა შეგვახსენე შენი ნომერი. ვერ იტყვის ხმამაღლა, მაგრამ მე ვეხმარები. 0-3-3-3-3 დაურეკეთ ლუკას